მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. აი დღეს პარასკევია და რა თქმა უნდა ეთერშია ჩემი გადაცემა სილამაზის ალგორითმი, რომელსაც უნდა უსმინოთ არაჩვეულებრივი რადიო სივრცის სიხშირეზე FM 98 და 5 და ასევე კახეთშიც სიხშირეზე 102 და 3 და რა თქმა უნდა გვიყუროთ ჩვენ Facebook და YouTube არხებზე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოში უკვე ძალიან პოპულარული თურქული ბრენდი კოტონი, ალბათ ყველამ ვიცით ეს ბრენდი, რომელიც მე წავიკითხე არ ვიცოდი და 1988 წელს დაარსებულა პატარა ოჯახური ბიზნესიდან დაწყებულა და დღეს აგერ უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს ფილიალი და რაც მთავარია ძალიან უყვარს ქართულ მომხმარებელს, რადგან ყოველთვის მისდევს მოდის ტენდენციებს და რაც მთავარია ძალიან ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია. და აი ამ ბრენდზე სალაპარაკოთ, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ მოგვიყვება. დღეს ჩემთან სტუმრად არის ბრენდის რეგიონალური მენეჯერი, უმშვენიერესი სალომე ისიანი. გამარჯობა სალომე. მადლობა, მოგესალმებით, მადლობა წარდგენისთვის, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და მოხვედი და აი აბა პირველი შეკითხვა რა თქმა უნდა მოდი მოგვიყევი საერთოდ როგორ შეიქმნა ეს ბრენდი და საქართველოში როდის შემოვიდა და ზოგადად როგორ პოზიციონირებთ? როგორც თქვენ აღნიშნეთ 1988 წლიდან ესეთ მართლა პატარა ცოლ-ქმარმა, ესე ვთქვათ, დაიწყო სტამბოლში. ამ ბრენდის პატარა მაღაზიით განვითარება სულ რაღაც 45 კვადრატული მეტრით და დღემდე უკვე 38 წელი ახლა შეგვისრულდა 25 ივნის კოტონს. წარმოდგენილი ვართ უმეტეს ძირითად დაახლოებით 35 ქვეყანაში, როგორც ჩვენი წარმომადგენლობით, ასევე ფრანჩაიზი უამრავი მაღაზიებით. საქართველოში შემოვიდა თავიდან ფრანჩაიზით, რომელიც 2007 წელს იყო და მას შემდეგ ვარ მეც კოტონში. და უკვე ოფიციალური წარმომადგენლობა 2013 წლიდან. დღესდღეობით ვართ 6 ფილიალი წარმოდგენილი, თუმცა ქონდა მეტიც, თავიდან 9 ქონდა, ეხლა ჯერჯერობით 6-ზე ვარ ჩამოსული, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ გავფართოვდებით და გავიზრდებით. გვაქვს ამის დიდი იმედი. ეხლა ჯერ მინდა კითხო, მე უცვლელად ვიტყვი არ ვიყავი თქვენი ბრენდის მომხმარებელი, მაგრამ როდესაც მივედი და ლუკი ავარჩიე დღევანდელი გადაცემისთვის, ამ ლუკზე კიდე ცალკე მოვყვები, ვნახე რომ კოლექციები გაქვთ ქალბატონებისთვის, როგორც ტანისამოსი ისე აქსესუარები, მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის. და რამდენხანში ერთხელ აახლებთ კოლექციებს და რომელია მაინც უფრო ქართულ ბაზარზე მოთხოვნადი? მინდა აღვნიშნო, რომ სამივე ხაზი ჩვენი, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები, ასევე ბავშვები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხი მართლა კარგი გვიჭირავს. რაც შეეხება კოლექციების განახლებას, ყოველ კვირაში ნახდება აბსოლუტურად კოლექცია, ხანდახან არის რომ კვირაში ორჯერაც კი, ამიტომ სულ გვაქვს სიახლე. ნებისმიერ დროს, როცა უნდა მოხვიდეთ, სულ ახალი კოლექცია დაგვხვდებათ. მართლა გითხრათ, მე იმიტომ ვთქვი, რომ მომხმარებელი არ ვიყავი, რომ კოტონის ბრენდს რატომღაც ვაიგივებდი უფრო ახალგაზრდულ ასაკთან და უფრო თინეიჯერებთან. მაგრამ რომ მოვედი, რომ უნდა ამერჩია, ეხლა მე ავდგები და ჩემ მაყურებელს ვაჩვენებ, მსმენელს სამწუხაროდ ვერა. აი ეს სილამაზეები, ნახეთ, ავარჩიე, ესე იგი, ლურჯი დენიმის კორსეტის და ბაგის სტილის ხაკისფერი შარვის კომბინაცია. მინდა გითხრათ, საოცრად გიხდებათ ესა რომ. დიდი მადლობა, მინდა გითხრათ, რომ ესეთი დენიმის კორსეტი აი ესეთი შეკერილი და ესეთი სილუეტი მე მაგალითად ლუქს ბრენდების კოლექციებში თუ მინახავს. მართლა უცვლელად ვამბობ. აი ეს ბაგის სტილის შარვალიც, რომელიც უკვე რამოდენიმე სეზონია ძალიან ტრენდულია, არის საოცრად ხარისხიანი, ქსოვილიც, ფერიც, რა ვიცი, აბა ამის გარდა კიდევ ავარჩიე 1-3-4 ლუკი, რომელსაც აუცილებლად სოციქსელებში გაგიზიარებ და რა მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად, ესე იგი, ყველა ასაკის ქალბატონს, მათ
შორის ზდასრული ასაკის ქალბატონებსაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ კოტონში და მოირგოთ ეს არაჩვეულებრივი ტანსაცმელი. ხო, აი რაც შეეხება თინეიჯერული მეგონა, ჩვენ გვაქვს თინეიჯერების ცალკე ხაზი, რომელსაც ქვია OLE. ეს არის განკუთვნილი ახალგაზრდული სტილისთვის, რომელსაც თავისი ფართი აქვს, ესე ვთქვათ, ყველა მაღაზიაში გამოყოფილი. ძირითადი კოლექცია არის City Business-ი, ჩვენ ესე ვეძახით, casual-თან გაერთიანებული ქალბატონებისთვის, რომელიც როგორც back to office, ესე ვთქვათ, ისეთი ყოველდღიური საოფისე და ასევე, ну, ის ესე ვთქვათ, ტრენდები, რაც არის იმ წელს აქტუალური, აი ყველაფერი იკერება ჩვენთან, ესე რომ ყველაფერი გვაქვს წარმოდგენილი. ასევე, ну, ცალკე გვაქვს, რა თქმა უნდა, party wear-ის სტილი, ცალკე გვაქვს სპორტის ხაზი, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და გვაქვს ასევე ლინჯერი, ალბათ ნახავდით, ქალის თეთრეული და სუნამოები, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი სუნელი. ეს უკვე აქსესუარებში გადის, აქსესუარების დიდი არჩევანიც გვაქვს. როგორც სამკაულები, ასევე კამრები, ასევე ჩანთები და სუნამოები, სხვათა შორის ხანდახან უკვირთ, რომ ღირებულება არის დაბალი, მაგრამ ძალიან ამსგავსებენ ბევრი ისეთ ნიშ სუნამოებს და პარფიუმს, რომ ძალიან ბევრი შეყვარებული ამ ჩვენ და რაღაცა ამორჩეული აქვს თავისი, რომელსაც უელოდებიან და აი როდის ჩამოვა და როდის იქნება და რაღაცა ძალიან წარმატებით იყიდება. არის და ეგეც უნდა კითხოს, სალომა, აი როგორ აბალანსებთ, რომ ესეთი კარგი ხარისხია და ესეთი დაბალი ფასებია, ესეთი ბიუჯეტური. ძირითადად ჩვენი პროდუქცია იკერება თურქეთში. მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ქარხნები ბევრად უფრო მაღალ ხარისხს თავაზობენ, ვიდრე ფარისტის ქვეყნები, ან ჩინეთი, ან ამიტომ ვცდილობთ, რომ ყოველთვის მიუხედავად თვითღირებულებისა, რომელიც იზრდება თურქეთში შეკერვისას, მაინც კომპანია მიდის ამ დათმობაზე, რომ ვამჯობინებთ, რომ კონდეს ხარისხიანი პროდუქცია და ძირითადად 90% შევკეროთ თვითონ თურქეთში. და ამიტომ გამოდის ესეთი ხელმისაწვდომი. ამიტომ გამოდის, ხო, ხელმისაწვდომიც და ხარისხიც უფრო უკეთესი. ეხლა მინდა აი რამდენად კარგი და საჭირო ინფორმაცია მოვისმინეთ. ეხლა მინდა კითხო აი წლევანდელ ტენდენციებზე, აი რა ჭარბობს კოტონის ზაფხულის კოლექციაში წელს, რა ფერები, როგორი სილუეტები, რას თავაზობთ მომხმარებელს? ხო, წელს ჩვენთანაც აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მივსდებთ მოდას, ტრენდს და ყოველთვის ვაკვირდებით რა არის, ამიტომ რომ გვყავს დიზაინერების ძალიან დიდი ჯგუფი თვითონ სტამბოლში, რომლებიც მუშაობენ აი ამ ტრენდულ მოდელებზე და გვთავაზობენ ძალიან საინტერესო მოდელებს. ასევე, ну, ცნობილი შეიძლება საქართველოში არ იყვნენ ეს დიზაინერები, თუმცა საკმაოდ ცნობილი დიზაინერებთანაც თანამშრომლობთ ესე ყოველ სეზონზე კაფსულებს ვქნით მათთან, ესე ვთქვათ, შეთანხმებით, რომელსაც იარლიღზე დავურთავთ ჩვენ, რომ არის ამ დიზაინერის კაფსულა, რომელიც limited, ესე ვთქვათ, production-ი, ამასაც თავისი კუთხე აქვს მაღაზიაში, ესე რომ მე შეგვიძლია ესეთ ტურიც გავაკეთოთ, რომ კი და ისიც საკმაოდ განსხვავდება, საკმაოდ გამოარჩევ, ესე ვთქვათ, მასიური კოლექციისგან და საკმაოდ კარგი ხარისხია, რა თქმა უნდა. ძირითადად წელს აქტუალურია ეს, როგორც აღნიშნეთ თქვენი ლუკის ეს ბეგი შარვლები, ჯინსები, რა თქმა უნდა, ფერადოვნება ყოველთვის არც ერთ სეზონზე არ გვაკლია და ფერებიც ყველანაირი გვაქვს, თუმცა ამ სეზონზე არის ძირითადად ბეჟი, რაღაც კრემისფერი და ყავისფერი ძალიან აქტუალური, ესე რომ დიდი რაოდენობით შეხვდებით აი ესე ჩვენს მაღაზიებში აი ამ ესე ვთქვათ პასტელურ ფერებს როგორც აღნიშნა და ასევე ნუ ზაფხულისთვის თეთრი ყოველთვის აქტუალურია და რაღაცა აი ფოკალ პოინტებს და შემოსასვლელს და პირველ ძირითად კედელს ყოველთვის ზაფხულის კოლექციას ვიწყებ თეთრი ფერებით, ანუ თეთრი კრემისფერის კომბინაციით. და ძალიან კარგი საცურაო კოსტიუმების არჩევანიც გქონდათ. კი, საცურაო კოსტიუმებიც ყოველ წელს ყოველთვის გვაქვს ესე ვთქვათ წარმოდგენილი დიდი რაოდენობით, ძალიან ლამაზები, განსაკუთრებული მოდელები. ძირითადად ბათუმში ყველაზე კარგად ესე ვთქვათ ვამარაგებთ ბათუმის მაღაზიას, იქიდან გამომდინარე, რომ მაინც მთელი თბილისი ზაფხულში ბათუმში გადაცხოვრდება ხოლმე, ამიტომ ბათუმის მაღაზია გვაქვს საკმაოდ დიდი, 2000 კვადრატული მეტრი
ვარ და ყოველთვის მეუბნებიან ჩემი ესე ვთქვათ მეგობრებიც რომ აი ბათუმში რომ პოულობ და ვნახულობ ისე თბილისში რატო არა იმიტომ რომ ზაფხულში ბათუმის მაღაზია არის პრიორიტეტი და უფრო სხვა იმით ამარაგებთ გასაგებია. ჰალომე, ეხა მინდა კითხოთ აი რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს, ხო არაპირებთ ახალი ფილიალის გახსნას, ან თუნდაც ეხა აღნიშნეთ კოლაბორაციებს ვინმე ცნობილ დიზაინერებთან. რაც შეეხება სიახლეებს, მინდა ერთი პატარა ექსკლუზივი გავაჟღერო თქვენთან ინფორმაცია, რომელიც ჯერ ესე არ გაგვიჟღერებია არავისთან. ეს იქნება, რასაც ძალიან მალე დავნერგავთ, კოტონ კლუბი, რომლითაც ესე ვთქვათ, მოვიზიტებთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს. ანუ გვექნება ელექტრონული ბარათები, რომლებიც ისარგებლებენ ჩვენთან ფასდაკრებებით, დააგროვებენ ქულებს, ბონუსებს, შემდეგ გადაცვლიან საჩუქრებში და ასე შემდეგ, ამიტომ ექსკლუზიურად გავაჟღერე, სულ მალე იქნება ესე რომ კოტონ კლუბის წევრი ვინც იქნება ძალიან დიდი უპირატესობებით ისარგებლებს ჩვენთან ასევე დაბადების დღის თვე, როდესაც მომხმარებელს ექნება იმ თვეში შეუძლია რომ ძალიან კარგი ფასდაკრებები და საჩუქრები მიიღოს ჩვენთან. ესე რომ ეს ექსკლუზივი. კი ბატონო. რაც შეეხება ხო კოლაბორაციებს სულ ხდება, აი სულ იცვლება სეზონზე. შემოდგომი სეზონისთვის ასევე იგეგმება ორ ცნობილ თურქ დიზაინერთან კოლაბორაცია, რომელიც სექტემბრის დასაწყისში უკვე ჩვენთან გამოჩნდება მათი კოლექციები. რაც შეეხება ფილიალების დამატებას, გვაქვს სურვილი, გვინდა რა თქმა უნდა გაფართოვება, თუმცა ჯერჯერობით ახალი ესე ვთქვათ, დიდი მასშტაბური მოლი არ არის დაანონსებული საქართველოში, თუმცა თუ რაიმე იქნება, ყოველთვის მზად ვართ, რომ განვიხილოთ და რა თქმა უნდა ვიქნებით ყველა ახალ ადგილზე. ძალიან დიდი მადლობა, სალომე, ესეთი საინტერესო საუბრისთვის და ესე კარგად რომ გაგვაცანი ბრენდი კოტონი, იმიტომ რომ ჩემთვისაც რაღაცები აღმოჩენა გახდა დღეს და უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. უღრმესი მადლობა თქვენ, ყოველთვის მიხარია თქვენთან მოსვლა. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.